მოგესალმებით, თვითონ მაყურებლები და მსმენელებო, გთავაზობთ პენი ბრედლის მესამე ინტერვიუს ჯოზეფ პაუელთან. ეს არის ვიდეოს მესამე ნაწილი. მესამე, ესე იგი, პირველი, მეორე, მესამე. ოღონდ არ მახსოვს, რომ მეორე მაქვს ატვირთული თუ არა. კარგით, მაგას მე ვნახავ. გონი მაქვს. ეს არის მესამე ნაწილი. პენი ბრედლის თვითონ მიყავს, აქვს თავისი შოუ, ისა ბლოგი და მიყავს თვითონ. პატრიშებს ის მონაწილეებს მასთან ერთად, ვინც მონაწილეობდა გერმანელების ტკპ-ში, საიდუმლო კოსმოს პროგრამებში. და მათ ართმევს ინტერვიუს. ან იხსენებენ. იცით რა, ინსაიდერებს შორის არიან ისეთები, ვინც თვითონ აწამებდა ხალხს. დიახ. ოღონდ მე არ მახსოვს ეს ვიდეოა თუ შემდეგი ვიდეო, სადაც ის მწამებელი იყო, ვისაც თავი აუფეთქა პენი ბრედლი, მე რომ გითხარით თქვენ წინა ვიდეოებში, ის პიროვნება, მაგრამ ესა ჯოზეფ პაუელი თუ არა, ეს არ მახსოვს. კარგით, მოდით ახლა აქ გავარკვევთ ყველაფერს. ხო, პენი ბრედლი ამბობს, რომ დღესაც ჯოზეფი პაუელი მყავს სტუმრად და ჩვენ განვაგრძელოთ მისი მოგონებების განხილვას. თან და თანობითო ის იხსენებს ყველაფერს. მოგესალმები, ეუბნება ჯოზეფი, მე მოხარული ვარ, რომ ისევ ვარ აქ. პენი ბრედლი ეუბნება, მე დავიწყებ იმ შეკითხვებიდან, რომელიც დაკავშირებულია ნავთობ ვაფენთან. ესე იგი, გერმანელების ბაზასთან დაკავშირებით, ფლოტთან დაკავშირებით, სადაც პენი ბრედლიც მსახურობდა. ხო, მე დავიწყებ ალბათ იმ ხომალდიდანო, რომელიც გამოჩნდაო იმ დროსო, როდესაც გამოჩნდაო მესამე ხომალდი, რომელმაც მე ამიყვანაო. ეს იყო უცნაური. თითქოს მე არ მესმოდა თუ რა ხდებოდა. ხომალდი ჩამოგავდა ენდლეოს, როგორც უმრავლესობა ხომალდებისა, მაგრამ ამ ხომალდებზე იყო რკინის ჯვარი და დიდი იარაღი, ეკიდა. პენი ბრედლი ეუბნება, ეს არისო ხანაბუ. ჯოზეფი ამოწმებს, კი, ჩამოგავსო ხანაბუს. ის ხომალდი გამოიყურებოდა ისე თითქოს გაჭირებულად ეკიდა ხაერში, როდესაც ეს ხომალდი მე მიყვანდა, როდესაც ამ ხომალდმა მე ამიყვანა ზევითო. პენი ბრედლი ამბობს, რომ ხანაბუ იყენებდა გრავიტაციულ ტექნოლოგიებს. ის ქმნიდაო გრავიტაციულ ჭას პირდაპირ მის ქვეშ და მუდმივად მასში ვარდებოდა. ჯოზეფ პაუელი ამბობს, ხო, ზუსტად ასე გამოიყურებოდა ეს პროცესი. ისინი აცხრებებენო რადიაციის დიდ რაოდენობას და იმ ხომალდის ყველა გუნდის წევრი იყვნენ დასხმებული რადიაციით. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ ჩვენ რატომ მოგცემ რეგიონალური ტექნოლოგიები. ჯოზეფ პაუელი ამბობს, რომ მე შევეცადეო გაქცევა, მაგრამ ამ დროს გავიგიო აფეთქების ხმა და ვიღაც კაცი გამოჩნდაო. მე ხო მქონდაო ბევრჯერ ცდა გაქცეულიყავიო. პენი ბრედლი ეკითხება, რამდენი წელი იყავიო მაშინ შენ? პაუელი ჯოზეფი პასუხობს, რომ მგონი ვიყავიო 14 წლის. მაგრამ ეს ამბავი ხდებოდა ინტენსიურად, გატაცების ამბავს გულისხმობს. მაგ ამბის შემდეგო ერთადერთი რა მოგონებებით მე დამრჩაო, რომ თითქოს ვიყავიო უკვე დიდი ადამიანი, კაცი ვიყავიო, ესე იგი. გაზრდილი ადამიანი, ჩვეულებრივი მოზარდი არა, ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული კაცი ვიყავიო, ეს მახსოვდაო მხოლოდ და რაში შედგებოდაო საქმე არ ვიცოდიო. მე მაქვსო მოგონებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვიწექიო ბნელ ოთახში. მე ვიციო, რომ ეს იყო ხომალდზე. რატომ და მე მქონდაო მასეთი შეგრძნება, თითქოს ვიმყოფებოდიო ხომალდზე. და იქ იყო კაცი, რომელიც ჩამოგავდაო ექიმს. მას ეთვაო თეთრი ხალათი. ის გავდაო სადისტს. ექიმები ყავთ ყველა ფრაქციებში. მაგრამ ისინი, ვინც მართლა ზრუნავენ ჩვენზე, ძალიან ცოტანი არიან.
ის კაციო სულ გერმანულად ლაპარაკობდა. კიო, მას შეეძლო ინგლისურად ელაპარაკაო, მაგრამ მას სურდა მხოლოდ გერმანულად ლაპარაკი. მე რასაკვირველი არ მისმოდა თუ ის რას საუბრობდა, რაზე საუბრობდა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის გერმანულ ენაზე საუბრობდა. არა, მე იმით თვითონ გამოთვლით მიხვდიო, რომ ეს გერმანული ენა იყო. იქ იყო ქალბატონი. მას ჰქონდა ღიაფერის თმა, ცისფერი თვალები და ყველაფერი ამდაგვარი. კაცი, რომელიც იქ იყო და რომელიც გამოიყურებოდა ექიმად და მოგავდა სადისტს, მას ჰქონდა შავი თმა. აი, რაფერის ჰქონდა თვალები, მე არ მახსოვსო. მაგრამ როდესაც ეს კაცი მე მაწამებდაო, გიჟი თვალები ჰქონდაო. რადგან მას ჩემი წამება სიამოვნებდაო. მე ვიწიქეო მაგიდაზე. პენი ბედრი ბრედლი ჩაერთო საუბარში და დაამატა, რომ ყველაფერი რაც კი ხდებოდაო ცერეუში, ლენგში, ყველაფერი იყო წამება. ხო, იქ იყო კიდევ ქალიშვილი, რომელიც ამას ყველაფერს აკვირდებოდაო, მაგრამ ხმას არ იღებდაო. მეორე ქალიშვილი, რომელმაც პირველი ქალი შეცვალაო, არ იყო მასეთიო. ასე რომ მე მაწამებდაო ორი გიჟი. ეს იყო შავი, ცარიელი ოთახი, სადაც იდგა მხოლოდ მაგიდა, რომელზეც ვიწეხი მე. მარჯვნივ ჩემგან პირდაპირ თავის ზევით იყო რაღაც კარდიო მონიტორის მაგვარი. ის მისვამდაო კითხოს, მაგრამ თავიდან კითხოს არ მისვამდაო. ის უბრალოდ გაუფრთხილებლათო დეს მარტყამდაო. მე მას უფრო შევადარებდიო ელექტროშოკერს, რომელსაც იყენებდენო საქონელის წინააღმდეგ. მე ვეკითხებოდი რას მერჩი, რა გინდა ჩემგან, მე შენ არაფერს არ გეტყვი. მე არასდროს არ დაგეხმარები, მეუბნები იმ კაცს. ის კი მე მკლავდა ელექტროდენით. უბრალოდ მკლავდა. და მას ეს სიამოვნებდა, ჩემი წამება და სიკვდილი. ჯოზეფი ფიქრობს, რომ ის კაცი ცდილობდაო ჩემგან ამოეტანაო ალტერი. მე კი გითხარით, რომ ბავშვებს იმიტომ წინა ვიდეოებში გეუბნებოდით სულ, რომ ბავშვებს იმიტომ აწამებენ, რომ ალტერნატიული პიროვნება ამოიტანონ მისგან. რადგან როდესაც ბავშვს აწამებენ, მას ექმნება სპეციალური ბუშტი, სადაც იმყოფება ის მისი ცუდი მოგონება, მისი ალტერი, მისი ალტერნატიული პიროვნება. დიახ, ბავშვი ცნობიერება როგორ გიხართ? ორეული ხდება, სამეული, თავის ასლებს იცილებს რა, ქმნის თავის აცლებს და ამ თავის ცუდ მოგონებასთან ერთად იმალება ამ ბუშტში. მაგალითად, ბავშვს აწამებენ დაუშვათ დენის დარტყმით, კლავენ, აცოცხლებენ კლავენ. ესეთი ალტერი ამ მეხსიერებით იმალება ერთ ბუშტში ჩაიმწყდება. და всё, ბავშვს არ ახსოვს ეს. მაგრამ კიდევ მეორე წამებას გადიან ბავშვები, მაგალითად აპატიურებენ. ისევ გამოიყოფა ალტერნატიული პიროვნება, მისი ასლი ამ მოგონებებთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია აპატიურებასთან, იკეტება იმ ბუშში და ბავშვს ავიწყდება. ასე ყოველ წამებაზე შეუძლიათ ყოველ წამების დროს თითო ალტერი გამოგრიჯონ ბავშვს. და პენი ბრედლის წამოგიდგენიათ 2300 ალტერი შექმნეს პენი ბრედლის და 2300 წამება გაიარა პენი ბავშვების ასაკში. ხო, მე ჩათვალეს, რომ ეს საკმარისია და პენი ვიყიდეს გერმანელებს კოსმოსში. ამიტომ გეუბნებით, თუ თქვენ კიდევ წარმოდგენა გქონდეთ რა ხდებოდა კოსმოსურ პროგრამებში. პენი ბრედლის 12 ინტერვიუ მაქვს გადათარგმნილი და მაგას მოусმინეთ თუ გაინტერესებთ. ახლა ლაპარაკობდი მე გათიშულ ეფირში. ახლა ვნახეთ წითელი შუქი და რამდენი ვილაპარაკე. ბევრჯერ მემართება ასე. ახლა თავიდან უნდა მოვყვა ყველაფერს. ხო,
ხო, ჯოზეფი ამბობს, რომ ხო უნდა ჩემი ალტარის ამოყვანა და პენიბრილი ჩაერთო საუბარში და უთხრა. ხო, შემდეგ ისინი მე ხომ გითხარით თქვენ რომ ეს ალტერნატიული პიროვნებები ბუშტებშია გამოკეტილი. და შემდეგ იყენებენ კოდურ სიტყვას, რომ ეს ბუშტები გახსნან და რომელი ალტარით ჭირდებათ, ის გამოიყვანონ ბუშტიდან. და ეს ალტარები ყველა გამოიყურება ორიგინალის მსგავსად. არა, კლონები არ არიან, მაგრამ ასლი არიან ორიგინალებისა. კლონი სხვა. დიახ, ის რა ჩვენ ყველას გონია ზღაპარი სინამდვილეში არის რეალური ცხოვრება. და ჩვენ კიდე ბევრი რამე არ ვიცით, უბრალოდ მე კი ვიცი უყო ბევრი რამე წყაროებიდან მოსვენილი, მონაწილეებისგან გაგონილი, მაგრამ და თან ამ ინფორმაციის მონელება ძალიან გამიჭირდა, დრო დამჭირდა. ამიტომაც ჩვენ არ გვაძლევენ ყველა ინფორმაციას ერთდროულად, იმიტომ რომ ხალხი გაგიჩნდება. ინფორმაციას უნდა გადამუშავება. ახლა ჩვენ რო საკვებს ღებულობთ, ჩვენ ხო გვჭირდება მონელება, დრო რომ მოვინელოთ საკვები, ხო? აბა შევჭამოთ ახლა ჩვენ უარგისი საკვები. რა დაგვემართება? უკუქცევითი რეაქცია. რა ხდება, როცა უხარისხო საკვებს მიიღებ? სწორია. აგერევად გული. კუჭი დაცლის ყველაფერს. თუ ჩვენ მივიღეთ ან თუნდაც არ იყოს უარგისი საკვები, მაგრამ ცხიმიანი საკვები მივიღეთ ბევრი, ან საერთოდ, როდესაც საკვებს ზედმეტად ღებულობთ, რამდესაც იმაზე მეტ, რამდესაც ითვისებს ჩვენი ორგანიზმი, ის საკვებიც იქცევა შხამა და შეუძლია ჩვენი მოწამვლა. დიახ, თუნდაც კარგი ინფორმაცია იყოს, ერთიანად ინფორმაციის მიღება არ შეიძლება, როგორც ერთიანად საკვების მიღება არ შეიძლება, გახდებით ცუდად. უნდა ვადროვოთ საკვებს თითო-თითო ლუკმად, თითო-თითო კერს მონელება. ჯერ ერთი კერძი შევჭამოთ, მერე მეორე, შემდეგ მესამე. და არა, მაგალითად დღესასწაულებზე რო ხდება, ახლა მიღებულია, დღესასწაულებზე ყრია ყველანაირი საკვები, მაგიდაზე თითქოს შიმშილობა იყოს გამოცხადებული. საგეჩქარებაში ოჯახაშენებულო გააკეთე დღეს ეს ჭამე, ხვალის ჭამე, ხვალ არასამავდებულო შეხვდე. ხო, ეს პროგრამა თუ შეხვდები მაგალითად ახალ წელს სავსე მაგიდით, შენ მთელი წელი შენ იქნება მასეთი. მაგრამ ეხო სისულელე ყოფილა. რაშვაში პირიქით, ეს არის ღორობა. წამოგიდგენია ხალხი შიმშილოს და შენ ერთბაშად დაყრი საკვებს, რომელსაც ვერ ერევი და გიფუჩდება. ინახავ მერე ერთი კვირა და ორი კვირა მაცივარში და ვერ ჭამ. იმიტომ რომ ამდენი საკვების ყურებაში ორგანიზმი ძღება. როდესაც აი მოშიშელი ადამიანს ენატრება რამე, ეგ სხვა ამბავია. ეს საერთოდ მიღებულია მთელ მსოფლიოში. იგივე პასექი ავიღოთ. პასექის დროს რა აუცილებელი? პასკა და კვერცხი. ხო? ისიც დღეს რომ აწყობენ პასექის დროს პასკებს სიტყვოდ გაჯერებული ქიშმიშებით და კვერცხზე დამზადებული. ეგრე არ არის, თურმე კვერცხს საერთოდ არ შეიძლება პასკების გამოწყობის დროს. ადრე აწყობდნენ პასექის დროს, სანამ ქრისტიანობა შემოვიდოდა, მანამდე არსებობდა ეს რელიგია, როგორც მე თქვენ გითხარით. ვიდეოში პასექზე, პასკაზე. მე ამას კიდე აღდგომას ვუძახიან, რადგან ქრისტეს შობაც აღდგომაც ჩაცეს ამ დღეში. თორე ქრისტეს შობა და აღდგომა ეს თალკე ამბავია, ისეც არაა. ესაა მოგონილი დღესასწაული, მაგრამ თქვენ წამდეთ. მაგრამ პასექი არა. პასექი დიდი ხანი არსებობს. ქრისტიანობამდეც კი არსებობდა და ეს კვერცხების შეხებაც არსებობდა ქრისტეს მოსვლამდე და პასკას აკეთებდნენ ხაჭოსგან. დიახ, მხოლოდ ხაჭოსგან. მაშინ სათიკო ტკბილი პასკები არა. პასკას აკეთებდნენ ხაჭოსგან. არიცი შეიძლება თავს უკეთებდნენ, არიცი ზუსტად, მაგრამ ხაჭოსგან აკეთებდნენ თურმე. შემდეგ შემოიტანეს, მაგრამ ეკლესიამ ეს როგორ დაუშვა მე მიგვეს. გაჯერებული კვერცხით, ქიშმიშით,
რძით გაამდიდრეს რა პასქა გაამდიდრეს კვერცხისებური ფორმის იყო როგორც მოგითხარი თქვენ მთვარე ლელა და კვერცხის ფორმისა ჩვენი სამყარო არა მე არ გეუბნებით თქვენ რა გინდათ ის იწამეთ მეც მწამს ჯერა რომ პასექი იყო მე პასექის წინამდეგი არა ვარ მე უბრალოდ ეკლესიის რელიგიური ეგრეგორებიდან გამოსული ვარ და მე თვითონ მე არა ვარ არის მონა მე ვარ თავისუფალი ადამიანი და მე მწამს თავისუფალი შემქმნელის რომლის თანაშემქმნელები ვართ ყველანი ჩვენ ვართ პატარა ღმერთები დედამიწაზე და ვაკეთებ ჩვენ საქმეს რა საქმესაც ვართ მოსული მისია გვაქვს ჩვენი და თვითონ იფიქრეთ ახლა კუჭის წვენი ამუშავებს ერთავ საკვებს საკვებების შეთავსებაც კი არის სარიცხვო იმიტომ რომ მაგალითად ბრინჯი მუშავდება სწორნაწლავში თევზი მუშავდება კუჭში როდესაც აი შემოიტანეს მოდაში არ ვიცი როდის შემოვიდა უხა თევზის კერძი უხა ქვია რუსული სუფი თევზის რომელშიც ყრიან ბრინჯს კატეგორიულად დაუშვებელია თევზი და ბრინჯის ერთად ჭამა როგორც დაუშვებელია შავი კედრი და რძის ერთად მიღება დაუშვებელია კედრი და პამიდორის ერთად მიღება დაუშვებელია თურმე კვერცხის წვრილებულთან ერთად მიღება კვერცხი უნდა შეიჭამოს ცალკე კვერცხის კერძი დაუშვებელია კომბოსტოს დღეს იციან სოფლებში ნიგზიანი კომბოსტოს ტანელების გაკეთება ან მჟავე კომბოსტოს დაჭრიან და შეურევენ გატარებულ თხილს თურმე ეს დაუშვებელია და ხშირად საერთოდ კომბოსტოს ჭამა არ შეიძლება რადგან იოდის ათვისებაში უშლის ხელს კვერცხის ხალხთან და ნიორთან ერთად შერევა არ შეიძლება კერძის მომზადების დროს და მე ჯერ კიდევ არ მაქვს ყველაფერი გამოკვლეული მოდით გავაგდებოთ ოთახში იყო უცნაური განათება ის იყო წითელი ფილტრითო და ის კაცი მე სულ კლავდა ტოკით და ის მეუბნებოდაო ამბროს ჯოზეფი შენო მაინც გატყდებიო მე უთხარიო არაო მე არ გატყდებიო ერთ ჩვენიერ მომენტში მე მოვედი გონზე რადგან გონება დაკარგული ვიყავიო და მარცხენა ხელი მქონდაო მოჭრილი და ის პირველი შემთხვევა არაო ჩემი გონზე მოსვლის შემდეგ რომ მე ხელს მიჭრიდნენ მე როდესაც ავწი ჩემი მოჭრილი ხელი ნახიო რომ არ იყო ხელი უბრალოდ ნახიო რომ ხელი არ იყო მიმული და ავწიო და ხელის ფრაგმენტი შემჩაო ნახევარი ხელის ფრაგმენტი და პანიკაში ჩავარდიო ის გერმანელი კი ხვდებოდაო სიცილით ხვდებოდაო იჩინოდაო ხარხარებდაო ვეკითხებიო ამ კაცს რა ქენიო რა ჩემ ხელს რა უქენიო ვეკითხები ამას რატო აკეთებო და მან ისევ დამარტყა ტოკი და მე დავკარგე გონება შემდეგ მე მოვედი გონს ამაგიდაზე და ოთახში იყო ის ქალიშვილი ის რაღაცას წერდა მე ვტიროდი რომ და ვამბობდი ვეგნებოდი მათ რატო მეკცებით ასე და იმ გოგოს მიმართავდი ვინც უკეთესი იყო იქო ორი გოგო ენაცლებოდაო ერთმანეთს და ის ვინც უფრო კარგი იყო მაგას ვეუბნებოდიო რატო მიკეთებო ამას რატო მაყენებო ტყილს მან წერილი დაიწყო გერმანელმა კაცმა უბძანა იმ გოგოს გასულიყო ოთახიდან და ის გაიქცა გავარდა ოთახიდან იქ კი მე გონება დავკარგო და როდესაც გონზე მოვედი იქ უკვე სხვა ქალი იჯდაო უფრო უფროსი მაგაზე მეტად უფროსიო ეს ქალი და კაცი ერთმანეთს კვებავდნენ თავისი ენერგიებით რადგან ორივეს სიამოვნებდა ჩემი წამების ყურება და იცინოდნენ როდესაც მე ყვიროდი ბოლოს მოიტანენ ცარელი გალიები, ოტყუთედი გალიები
და ერთმანეთს დააწყვენ. მინდა გითხრათ, რომ ასეთ გალიებში ყავდათ ბავშვები. დიახ. ნუ ახლა ოთახები არ იყო კოსმოსში. ოთახები, პატარა ოთახები იყო ლენგში. სხვა ადგილას იყო გალიები. სადაც თითო ბავშვი ეჯინათ. და რიგრიგობით გამოყავდათ. ხო, იქ, როდესაც მე გონზე მოვედიო, ერთ-ერთი წამების შემდეგ, ვნახიო დიდი გალია. ადამიანის ხელა, მოზრდილი ადამიანის ხელა გალია, რომელშიც იჯდაო ლურჯი არსება. ადამიანს მოგაგონებდაო ისეთი. მას ჰქონდაო სრულიად წითელი თვალები. ვის გავდაო? რეპტილიას გავდაო თუ ფრინველს, თუ კიდევ სხვა არსებას გავდაო? ეკითხება პენიბრედი. ის გამოიყურებოდაო როგორც ჰუმანოიდი, თქვა ჯოზეფმა. და მას ჰქონდაო დიდი თავი. ის იჯდა ამ გალიაში, ჩვენ ერთმანეთთან საუბრობდითო ტელეპათიურად. მე მას ვუთხარიო, რომ ძალიან წუხვარო, რომ ის ასეთ მდგომარეობაში მოხდაო, რადგან მე ვიცოდიო თუ მას რა დაემართებოდაო. მე ვცნობდი, რომ მაგის წამებას აპირებდნენ და მე ვუთხარიო, მე ვტუხვა, რომ ისინი ასე გექცევიანო და ბოდიში მოვუხადე, რომ მამას ჩვენ ვაკეთებთ, რადგან ვართ უბრალოდ როგორც ბიოლოგიური სახეობა. და როდესაც მე საუბრობდი მასთან, მე ბოდიშებს ვუხდიდი. მან მიპასუხა, რას ელოდები შენ დაგვარი ადამიანებისგან. უკეთეს რას ელოდებიო. როდესაც ამ ცისფერმა ლურჯმა ჰუმანოიდმა მითხრა მე ეს, რომ რას ელოდებიო შენ დაგვარ ადამიანებისგანო, ეს ჩემზე ემოციურად ამან ჩემს ძალიან იმოქმედაო და მე მგონიო გონება დავკარგეო. პენიბრედი ამბობს, გერმანელები ყველას მასე ექცეოდნენ, მაგრამ ერთ-ერთი უცხოპლანეტელები, რომლებიც ესე იგი მაპატიეთ, ერთადერთი პატივცემენო ისეთ უცხოპლანეტელებს, გერმანელები ისეთ უცხოპლანეტელებს ცემენო პატივს, რომლებიცო თუ არ მოიქცევიანო მათ კარგად, ერთ წელში განადგურებენო გერმანელებს. ხოლოდ ასეთ უცხოპლანეტელებს ექცევიანო კარგად. რომლებიც ეშინიათ. თუ გერმანელებს ვინმეს ეშინიათ, მათ ექცევიან ესე იგი კარგად. მაგრამ თუ ვინმესი არ ეშინიათ, იმ უცხოპლანეტელებს ამონებენ და ყიდიან. რაც უნდათ იმას უზამენ. როდესაც მე გონზე მოვედი, ის ლურჯი არსება არ იყო. ის გალია წაუღიათ, ზედა გალიებიც წაუღიათ და დანარჩენი გალიები ყველა იყო შევსებული ბავშვებით. და ეს ბავშვები გამოიყურებოდნენ როგორც გიჟები. ისინი იქცეოდნენ როგორც პატარა ბავშვები. ისინი ძალიან ბინძურები იყვნენ. მათ ეცვათ დახეული ტანსაცმელი და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი იქცეოდნენ როგორც გაცოფებული ძაღლები. ხო, პენიბრედიმ თქვა, ხო, წამებისგანო შენო იქცევიო, ხდებიო გიჟი. იმდენი ტანჯვა წამების გადატანა უწევთო ბავშვებს, ისინი გიჯდებიანო. და ჯოზეფი ამბობს, იქ იჯდაო ერთ გალიაში ერთი ბიჭუნა, მარცხნივ ჩემგან. და როდესაც მე ვაწამებდნენო, ის ბიჭუნა გიჯდებოდაო. ჭკვასი არ იყო. გალია, რომელშიც იჯდაო, ესე იგი, იმ ბავშვი ხო გიჯდებოდაო და აქანავებდაო გალიას და გალია ქანაობდაო. ყოველი ჩემი წამების დროს. და იმ გერმანელმა, რომელიც სადის ჩამოგავდა, რომელიც ექიმი იყო, ის მოვიდა ჩემთან და მითხრაო, შენ თუ ახლა ჩვენო ამ ბავშვებისგან რომელიმეც დაუწყებთო წამებას და იმედიაო შენ მაშინ მაინც გვეწყვილო რამესო და დაგვეხმარებიო. ალბათო, რომ დაინახავო ამათ როგორ ვაწამებთო. და ამ სადისმა ექიმა, ეს სადის ექიმი მიუახლოვდა იმ გალიას, სადაც ეს ბიჭუნა იჯდა, მარცხნივ ჩემგანო.
ის ბიჭუნა კუთხისკენ გაიწიაოდა მუხლები კედისკენ მოღუნავას, ნუ ჩაჟდა რა, საშრომზე დაჭრა და მუხლები მოღუნა მკედისკენ, გუმკედისკენ, რადგან იცოდა ახლა მას ეწყინებოდა. როდესაც მან გაახო აბიჭუნას გალია, მე შევაჩერე ის ექიმი, უთხარი რომ თანახმავარ გავაკეთო ყველაფერი, რასაც მეტყვით. ოღონდ ამ ბიჭუნას ხელი არ ახლოთ. მან მიპასუხა, კარგიო, შემდეგ გამოიღო რაღაც საჭმელი ჯიბიდან და ესროლა ბიჭუნას, როგორც ძაღლს ესრიან ხოლმე საკვებს. ბიჭუნა მაიღო ეს, რაც მიუგდა ექიმა და გაეცინა. მან დაიწყო ისტერიული სიცილი და მას აყვა დანარჩენი ბავშვებიც. თითქოს მანაც დაიწყო სიცილი მათთან ერთად, მაგრამ შემდეგ მე შემომხედაო და უფრო ძლიერად დაიწყო ამ ექიმას სიცილი. პენი ბრედლი ამბობს, ამ საქციელს ქვიაო სტოკგოლმური სინდრომი. სტოკგოლმსკის სინდრომი. პენი ბრედლი ამბობს, ზოგი ადამიანებიო, ვისაც იტაცებენო, თავის თავს აიგივებენო თავიანთ გამტაცებლებს. ეს არის გადარჩენის მექანიზმი. მე ხშირად ვამჩნევ ასეთ საქციელს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც გაიტაცა უცხოპლანეტელებმა. მით უმეტეს მათ შორის ვამჩნევ ასეთ სინდრომს, სტოკგოლმურ სინდრომს, ვისი გადაცემებიც იყო დადებითი. ალბათ ნაკლებად აწამებდნენ. მათ აქვენ უფრო სიღრმისეული მოგონებებიო, რომლებსაც ისინი ნაკლებად იხსენებენო. ან მეტად რა ვიცი, რომელსაც ისინი იხსენებენო. ხო, და ამათ განა ამათი გადაცემა არ იყო მძიმე. მაპატიეთ. განა ამათი გადაცემა არ იყო დაკავშირებული ცუდ მოგონებებთან? კი, მაგრამ მათ ცუდი მოგონებები არ ახსოვთ. ისინი თუ იხსენებენ გადაცემას, იხსენებენ მხოლოდ დადებით მოგონებებს, კარგ მოგონებებს. და ეს ხალხი თავის გამტაცებებს თვლიან კარგ ადამიანებად. პენი ბრედლი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და ცხოვრობენ კოსმოსში, ისინი ვინც ხელმძღვანელობენ ამ პროგრამებს, მონსტრები არიან. კი, ისინი არიან ფიზიკურად ადამიანები, მაგრამ მათზე უარესი სადისტები არ არსებობენ. ადამიანებად გამოიყურებიან გარეგნულად, თორემ იგინი ყველაფერი არიან ადამიანების გარდა. და ჯოზეფ პაუელი ამოწმებს, რომ კი, იქაურე ადამიანები, ვინც ხელმძღვანელობს, არიან ყველაზე ძლიერები იქ. მაგარი გავლენა აქვენ. იყო უფრო სწორად, რადგან ახლა ნელ-ნელა საიდუმლო კოსმოსური პროგრამები სრულდება, ზოგი დასრულდა, ზოგი სრულდება. ამის შემდეგ მე დავკარგე გონება და როდესაც მოვედი გონზე, შემგვეთი იდგა მამაკაცი შავებში ჩაცმული. ჯოზეფმა თქვა, ამ შავებში ჩაცმულ მამაკაცმა მკითხაო, თქვენ მზად ხართო? და მე გონებაზე რომ მოვედი, სულ სხვანაირად მეცვა. არა ისე, სანამ გონებას დავკარგავდი. მე მეცვა რაღაც შავი ფორმის მაგვარი. მე არ მეკეთა ბორკილები. მან მიბრძანაო, მე მას გამყოლოდიო, თქვა ჟოზეფმა. მე დავდექი ფეხზე და იატაკი ჩემ ფეხებს ქვეშ გავდა ისე იმ იატაკს, რომლებიც გავდა წყალქვეშა ნავის იატაკს. იატაკი იყო გაკეთებული რკინისგან და იყო შავი. შემდეგ ჩვენ მივედითო კარებთან. ხო, კარები იღებოდა ხელების გარეშე. მხოლოდ ის შემთხვევაში უნდა დაგედო ხელი. თუ სადმე აკრძალულ ოთახში უნდა შეხვიდე, სადაც ყველას არ აქვს წვდომაო. ამბობს პენი ბრედლი. ჩვენ აღმოჩნდით განათებულ დერეფანში. ჩვენ შევუხვედით მარცხენა მხარეს და მივადგეთ შემდეგ კარებს. ის იყო მარჯვნივ და ჩვენ შევჩერდით. კარები გაიღო და ჩვენ შიგ შევედით. იქ იდგა თითქმის ახალი
სავარძელი, რომელიც გავდა სტომატოლოგიურ სავარძელს. მასეც იყო, მას ჰქონდა შავი აბიტგასუმუძახენე, შავი დერმატინი რომაა სტომატოლოგიურ სკამებს, ხომ იცით თანამედროვე სტომატოლოგიურ სკამებს, როგორ გამოიყურება? ხო, აი იმ დაგბარად გამოიყურებოდა ის სავარძელი. ამ კაცმა მითხრა, დაჯექი ამ სკამზე და ზურგს მიეხმნედიო. და ის კაცი მეუბნებაო, ახლა შენ გამგზავრებიო შენ პირველ დავალებაზეო. მე ვიკითხებიო და რისგან შედგებაო ჩემი პირველი დავალება. უბრალოდ რაში შედგებაო ჩემი პირველი დავალება? შენ მიხვდებიო, როდესაც ადგილზე აღმოჩნდებიო, მიპასუხაო იმ კაცმა. ვკითხეო, რა ხდებაო? მან მიპასუხაო, ამას გაიგეთო, როდესაც დრო მოვაო. ის მეუბნება, უბრალოდ ზურგით მიეხმნედითო ამ სავარძელს. სავარძლის ზურგზე მიწექითო, რა. როგორც კი მე მივაწექიო ზურგით ამ სავარძელს, უცებ აღმოჩნდიო, ჩელატოჩინას ვძახიან რუსულად, მაგრამ ეს ადგილია კარიბჭეს მაგვარი. ეს შევიდა კარიბჭეში რა. და ვნახიო ლურჯი და წითელი, არა, ვნახიო ლურჯი და წითელი ნათურები ანათებდაო. და იქ ვხედავდიო რაღაც ცენტრალური წერტილის მაგვარსო. მე გავედიო ეს კარიბჭე, ეს წერტილი, ამ წერტილის კარიბჭე, რუსულად ჩელატოჩინაც ქვია ამ ადგილს, რაშიც გადიხარ და აღმოჩნდიო ბავშვის სხეულში. და მე ვიდექიო სიცივეში და მციოდაო. ჩემგან მარჯვნივ იდგაო ახალგაზრდა გოგონა. ჩემგან მარცხნივ იდგაო ორი ბიჭი. და იდგაო ორი მამაკაცი. და ერთმა თქვაო, ახლა შენ ჩემი ხარო. შენ იმას იზამო, რასაც მე გეტყვიო. და თუ შენ ამას არ იზამო, ან შეეცდებიო გაქცევასო, მე მესმოდაო ბავშვის ტირილი, რომელიც იდგაო რაღაც მადლზე ჩემგან მარჯვნივ, ეს ბავშვი გამოიყურებოდაო შეშინებული და ტიროდაო. ხო და ამ ბავშვის გვერდით იდგაო ბიჭი, რომელსაც ეცვაო ფორმა, რომელიც ჩამოგავდაო ოფიცრის ფორმას. ესე იგი, ამ ბიჭს ეცვაო საოფიცრო ეკიპიროვკაც ჰქონდაო ყველაფერი და მას ეკავაო ძაღლები დობერმანებიო. ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, ბაწარზე. და მან ამ კაცმა, ამ ბიჭმა გაუშვა დობერმანები და ძაღლები ეტაკენ ამ ტირალა ბიჭუნას. ბიჭუნა შიშისგან გაიქცა, მაგრამ ვერ მოასწრო გაქცევა. დობერმანები ეცენ ამ ბიჭუნას, ერთმა სტაცა მარცხენა ფეხის ქუსლს, მეორე სტაცა მარცხენა ხელს და წააქცნენ მიწაზე და დაუწყეს ამ ბიჭუნას ფეხზე კმენა. და ის ძაღლი, ვინც სტაცა მარცხენა ხელს, უკმინა მარცხენა ხელზე. შემდეგ მიჩნდა სახეს და დაუწყო ამ ბიჭუნას სახეს კმეჩა. ბიჭი ყვიროდა და თხოვდა პატიებას. შემდეგ მეორე ბიჭი, რომელიც იდგა იმ კაცთან, რომელიც მე მესაუბრებოდა, ამოიღო იარაღი, მივიდა ამ პატარა ბიჭუნასთან, რომელსაც გლეჯენ დობერმანები და თავში ესროლა. სანამ ძაღლები ჭამდნენ ამ პატარა ბიჭუნას, სანამ ეს დობერმანები ჭამდნენ ამ პატარა ბიჭუნას, ის უკვე მოკლა იმ კაცმა. მაგ ბიჭი არაფერს არ ვცნობდა, მაგ ბიჭუნა, მაგრამ გოგონაო, რომელიც ჩემ გვერდით იდგაო მარჯვნივ, მე მომკიდაო ხელი და შიშისგან ატირდაო. მაპატიეთ ძვირფასო მაყურებლებო, ასეთ რაღაცებს რომ ყვები, მაგრამ ეს რეალური ისტორიაა. რეალური ისტორია. უბრალოდ თქვენ უნდა იცოდეთ თუ რა ხდებოდა, რატომ და ხო, რა ხდებოდა კოსმოსურ პროგრამებში. რატომ და თითქმის ყველა დედამიწაზე გამორიცხული არა, რომ საქართველოსდანაც არ იყო ხალხი გატაცებული. ყველანი, ვისაც აი დააკვირდით თქვენ თავს, თუ თქვენ გაქვთ შიშები, გეშინიათ ან წყლის, ან სიმაღლის, ან კიდევ რაღაც სიმპტომები გაწუხებთ, ხო? ვერ ეჩვევით წყალს, ცურვა ვერ ისწავლეთ, ბასენში ვერ ცურავთ, შიში გაქვთ, რამეს ისწავლის, მაგალითად, იგივე ველოსიპედის. მე მაგალითად
ვიცი რომ ვიყავი ტკპ-ში, ოღონდ რუსულ ტკპ-ში. მე სიზმრა ნახე, მე ბევრი რამე ხილვათაც მოხს ნახე სიზმრათაც, მაგრამ ახლა მე ბევრი რამე მახსოვს და გამახსენდა თუ რა, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მაქვს ხანდახან ხილვები, მე სიზმარი არ არსებობს. იცით თქვენ? ჩვენი ფიზიკური ორგანიზმი, როდესაც ითიშება და ისვენებს ჩვენი სული, ასტრალური სხეული, დაბორიალობს სადაც უნდა. დიახ. ხო და თუ ჩვენ ღამით დავდივართ სადმე, ასწრებენ და ჩვენ მეხსიერებას გვიშლიან და ჩვენ არ გვახსოვს რა დაგვესიზმრა ჭყალებში, მაგრამ თუ დილის საათებში დაგვეძინა, მაშინ ჩვენ გვახსოვს სად ვიყავით. დიახ. ხო და ჩემი შეჭმა უნდა ვერ ვხვდს. მე ვნახე ჩემნაირი, არ ვიცი რა იყო ის, კლონი იყო, ავტერი იყო, თავის ნავიანად ჩაიძირა, პარუსიანი ნავები რომ პატარა ნავები, შეჯიბრებებს რომ აკეთებენ ხოლმე, ატარებენ ხოლმე. და წარმოგიდგენიათ, მე ეს თქვენ მაქვს ერთ ვიდეოში, ყველაფერი ნაცისფერი იყო, მხოლოდ შენობა იყო თეთრი, ორსართულიანი თუ სამსართულიანი შენობა. და ჩემ უფროს ეცვა ხალათი, საექიმო ლაბორატორიო ხალათი. და მე დამაგდო ვეფხვა ზურგით მიწაზე და ჩემი შეჭმა უნდა ისე იმ ჩემმა უფროსმა შეაჩერა დაანებიო თავი. არ ვიცი, ეგრე რო არ შეეჩერებია, შემჭამდა და მე არ დაბრუნდებოდი ჩემ ავატარში თუ რა, არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ დიახ, მე მაქვს შიში ცურავები ვისწავლე, წყლის შიში მქონდა, ახაც მაქვს. ვერც ველოსიპედზე გადავისწავლე. სკოლაში მასწავლიდნენ უფროს კლასებში მაგნისარებას, რუსან დაშდომა, რუსა ხომ უნდა დაშდე, ცოტა მოდუმდე, მე ჩავიჭირდებოდი. საერთოდ მთელი ცხოვრება ვიყავი შიშის ქვეშ, თან აქეთ მაბუნიკდებდნენ ხან სკოლაში, ხან ნათესავებიდან, ჩაკეტილი ვიყავი ჩემ ფუტლარში. როგორც ჩეხოვის ერთ-ერთი გმირი. ხომ დაგიგითხავთ ჩეხოვის ნაწარმოები ადამიანი ფუტლარში. აი, ამდაგვარი იყო ჩემი ცხოვრება. თავიდან, მაგრამ მე ვისწავლე ბრძოლა. ისეთი მორიდებული ვიყავი, ისეთი მორიდებული, ქუჩაში, ან სადმე ხომ წავიდოდი, თუ ჩვენ გვერდით არავინ იქნებოდა, საჭმელსაც არ შევჭამთ. და მორიდებული ვიყავი. 4 კლასამდე ხმას არ ვიღებდი, ხოლო სკოლა რო გამოვიცვალე, შემდეგ ამოვიღე ხმა არ ამექნა, გზა არ იყო მეტი. ბაღში ჩემი ხმა არამედ გაუგონია, ისი დავამთავრე ბაღი. ცხონოდა. და მე ბევრი ხილვები მქონდა, მე ბავშვობიდან მქონდა ხილვები, მაგრამ მეშინოდა, თვალის დახუჭვის მეშინოდა, რადგან უყვე ხილვები მომაწვებოდა, ხედავდი რაღაცა მოძრაობებს, ცხოველებს, ფრინველებს, მეშინოდა. შემდეგ უკვე ზრდასრულ ასაკში ისევ დამეწყო. ეს მოხდა იმის შემდეგ, როდესაც რაღაც პრობლემები მქონდა ოჯახს და მე ნერვიულობდი, დავიდე ვიბრაცია. ვიბრაცია რომ დავიდე, დაბალ ვიბრაციულ მარსებებმა დაიწყო ჩემი შეწუხება, მაგრამ მაშინ მე ეს ხომ არ ვიცოდი, მე მეგონა აი ალბათ გაგიგონიათ პატონები ესტუმრა. არანაირი პატონები არ არსებობს. ეს დაავადება მოიგონა ხალხმა. ეს ეგრეთ წოდებული ბჭყალებში პატონები, მე არ გულისხმობ ჩუტყვავილას, არა. მე გულისხმობ რომ დაგეწერება სხეულზე რაღაცეები, ციფრები, ნახატები. ხო, ამასაც ესეც პატონებად მიაჩნდა. სინამდვილეში მე მჭირდებოდა უბრალოდ ვიბრაციების აწევა. მე მხედველობაც ამერია, მხედველობაც დამაგდა მაგრად იმ მომენტში. ხო, ისეთი პრობლემები მქონდა, ერთი თავის მოკლაც კი ვცადე. ცხოვრებაში ბევრი შემთხვევა მქონია ასეთი. არა, სუიციდი მე ხო სუიციდის გინი არ მაქვს, მაგრამ ადრე მქონდა. მაგრამ რა არის იცით? ჩემსავე დაუშვათ ხო არ ცდილობს ბევრი რომ მაღალ დონეზე შეინარჩუნოს ენერგიასო, აი
მე გაბრაზებაც კი მივატოვე ასეთ ხალხზე. ყოველთვის ხდება, აი მგონია რომ ერთი ადგილიდან მეორეში გადავალ საცხოვრებლად, ხო? იქ უკეთესი იქნება. არა, თურმე არა. ხალხი ყველგან ჩვენ ხო ყველანი სულები ვართ და ხალხი თითქმის ყველგან ერთნაირია. გააჩნია რა დონეზე ხარ. თუ დაბრად უფრო მეტწილად ისეთი ხალხი ხდება, ვისაც დაბალი ვიბრაციები აქვს. რა მხრივ, არა, მე ხა ყველაზე მაღალ ვიბრაციული ვარ, მე კითხვებზე არ ვამბობ, მაგრამ რა ქვია, ამ დაბრუნებულს ვუძახე მე ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სხვა დაკვინონ. აბა მაგათ რომ მაღალი ვიბრაციები გქონდეთ, მაგინი ამას სხვა იზამენ. ცდილობენ ღირსება შეგელახონ. შენ ექცევი სული და გულით, ხო? და ისინი კი ცდილობენ შენ გასართობი მიაჩნი ხარ. და ელაპარაკები ნორმალურად შენ გამოჭერაზე არიან. აი მაგალითად ასეთი შემთხვევები უკვირთ, რატო არა ვარ ჯერ გათხოვილი, ხო? თუ წესიერი ვარ და უშუალოდ ფიქრობენ რატომ არა ვარ გათხოვილი. აი ასეთ მელოჩებში, წვრილმანებში ერევიან, შენ ცხოვრებაში ერევიან. ან არჯერად მე რომ ჯოხით რატომ დავდივარ, ფასონზე დავდივარ გონიათ, რომ გარედან არ მეტყობა. თუ კილოს დავიწყებ, გოგო, ნუ ყური ხარ, ისე მიჩეული ხარ და იმიტომ კი ვიხარ. არა, სინამდვილეში მართლა მიტევს, ტკივილი და ყვირი ვარ. ხო, არა შენ არაფერი არ წეს კაცო. შენ თვალში არაფერი არ გაგლია, არა და მაგლია სინამდვილეში. ხო. აი მაგალითად ხატვა ეხერხება, ხო? აი მაგალითად ერთმა დაინახა ჩემი ნახატი და თქვა, ეი რა მისი დახატული. აბა გადმოხატავდა საცხაიდან და შეღებავდა. ასეთი როდესაც 24 საათი ხედავ ასეთ ადამიანებს, არა და იძულებული ხარ უთმინო. მე რიჩხუბებ ხო, მაგრამ აგზელებენ ასეთი ადამიანები შენ კმენას. და შემდეგ პასუხს რო გასცემ, რა ყველაფერზე მოგდის გული გეუბნებიან. არა, მე გული არ მომდის ისე პასუხობ, მაგრამ აბა სხვანაირად როგორ მიკმინო? თავი ხო უნდა გაიმართლო. ხო. არ იგივე მაგალითად, უნდა წაგიყვანონ შენ ავადმყოფი ადამიანი ძლის რეცხები ძლის, იბან ძლის, დადიხარ ტუალეტში, მარტო სიარული შეგიძლია ის კიდე ჯოხზე დაყნობით, რომ ხერხემალი არ გადაღალო, რომ გაგჭედოს, ერთეული დავშა გავალ გარეთ, ვიჭედები ხელად, ცოტას გავივლი მანძილს და ჯოხზე უნდა დავეყნო, თორე ვაივუის ყურივალ თავის განძილას არ შემიძლია, ხო? არა და სულ სიარული ვარ. და შენ გეუბნება ასეთ ადამიანი. შენ არაფერი არ წეს კაცო. ხო? იციან ხოლმე რომ პრობლემები მაქვს ჯანმრთელობასთან ვარ, ველოდები ჩემს საქმეს, ხო, ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე ჩემი კუთხე არ გამაჩნია, ვარ ნახირავში და შენ მეუბნები, ხო მიდიხარ საზღვარგარეთ, გაქვს სოფელი და მეუბნები მე, წამოდი, წადი ჩემს სოფელში, დაუდექი ჩემს სახლს ყარაულად. მეუბნება ქალი. შვილი აქ ყავს, შვილი თბილისში დაიბურობს. და მე მეუბნება, მიხედავო სახლსო. მე ავადმყოფ ადამიანს. მე მეუბნება, შენი საქმე გაიფუჭე, დაიგიდე ფეხზე ბოდიში ამ სიტყვაზე და წადი და ჩემს სახლს უყარაულე. ერთხელ ვუთხარი, არა, მე ვერ წავალ. მეორე დაიჩემა, არა, მე ვერ წავალ, მე ვუთხარი. მესამე კიდე დაიჩემა და მე ჩემი საქმე გამიფუჭდება, შენთან რო წავიდე მეთქი. დიდი ამბავიო, ახლა ცოტა ხანია თუ იქნებიო იქა. ხო. მე მაგალითი მომყავს უბრალოდ აწუწუნებ, მაგალითი მომყავს. ყველა ფიქრობს თავის თავზე, ყველა ცდილობს გამოგეყენოს. ფეხზე კიდიათ შენ ცუდად ხარ თუ არ ხარ ცუდად. რო გტებოდე, მაინც დაგიკიდებენ ფეხზე ბოდიში ამ სიტყვას. უღე იცით რა? ასეთ ხალხზე გაბრაზება მივატოვე, ასლი არ აქვს, ადგინა რა ასლი აქვს მე რომ გაუბრაზდე მაგათ. ისინი მაინც ვერ შეიგნებენ ამას. და ხომ თუ მე ერთ ვიდეოში კიდე მოსნათქვამი. ვერ მომითხა მე, წამოდი ჩემთან სოფელში.
ხალხო, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, აქ ვარ, უფასო ექიმები გავდივარ წელიწადში, ყოველ საფრთხეში უფასო წამლები მჭირდება, ხო? ზოგი გამოკვლევა მჭირდება. და შენ და თან ყოველ საფრთხეში განცხადებას წერ, ამ უფასო ყოველ საფრთხეში მიდივარ უბნის ექიმთან, ყოველ საფრთხეში, რომ წამლები გავაკეთო უფასო. მხედველობა თითქმის დავკარგე, ცალთვალზე მაქვს მხედველობა შერჩენილი. საფარე გამომიწერეს მარტო ცალთვალზე, ის მინა. მეორე თვალზე ვერ გამოწერა ექიმმა. მე სხვადასხვა მქონდა ყოველთვის, მაგრამ მარცხენა თვალში უფრო მეტად მაქვს. აჰა, მხოლოდ რაღაც ჩანს. ვერ გავარკვევ ისეთი, კი, რაღაც ჩანს, მაგრამ ვერ ხედავ კარგად. და მარჯვენა თვალში სახეს ვერ მომჩნევ ახლოდან ადამიანის ექიმს უჯექი და მის თვალს და ტუჩებს ვერ ხედავდი, არ ვლაპხედავდი. და მეუბნება კიდევ მეორე პარტია ნათესავი ჩემი იმის. წამოდი ჩემთან. თავი დამანებით მე ვთხარი, მე ვარ საწაფლი არ ვარ მეთქი. უმურმაც კი მითხრა, ვაშლები ქონდა შესაგროვებელი. იმდენად ზარმაცი ხალია. აბა სისჭირდებოდი მე, წამოდი ჩემთან. ვაშლები შევაგროვო და გავაკეთო ძმარი. მე რომ ვაშლების შეგროვება შემძლოდა. მე რომ სიარული ამდენი შემძლოდა. მე ჯოხით კი არ დავიწყებდი სიარულს და ვაიუს ყველს კი არ დავიწყებდი და ამდენ წამლებს კი არ დავლებდი. ამასა რომ გეუბნებით. მაგრამ ადამიანი აგიჩემებს ხო? წამოდი სოფელში, წამოდი სოფელში. და ერთს პირდაპირ ვუთხარი, მე რომ ვირივით მუშაობა შემძლოდა, კი არ წამოვიდოდი მეთქი აქეთ. იგივე ხდება ოჯახში კიდე. სანამ ოჯახის წევრი არ მოხდება, არ დაუჯერებენ, რომ მას არ შეუძლია. აი შენ შემთხვევაში, როდესაც უფრო ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ცხოველს მსახურებოდი, კარგი ვიყავი, როდესაც მე გადავწყვიტე ჩემ თავზე სრულა. იმით მაჩვენებდნენ, რომ შენ თვალში გაკლია, შენ არ გიძლია, შენ ვერ შეძლებ. შეოჯახაში ნებულო, მე თუ შენთვის შემიძლია ღამევტეხო და შენთვის შემიძლია შენი შვილი გაგიზარდო, მე ხარ მომადლი ჩემი შვილი, მე ვგაზარდე 2 წელი დღე და ღამე ის ქონდა შეერთებული, მაგრამ შენ მე 2 წელი ღამები ვტეხე შენ შვილზე და შენ მეუბნები, შენ არ შეგიძლიაო და მე თუ არ შემეძლო, მე რას მასდებინებდი, რას მატეხნებდი ღამეს, ხო? მე ვარ ყველაზე უფროსი ჩემი დებისგან. და მეუბნები მე შენ ჩაბარდი მამა შენს და რა თქმა უნდა ისქენიო. ჩემზე 4 წლით უმცროსი. არა, მე უბრალოდ ვამბობ. ესე იგი, შენთვის მე თუ შემიძლია და მე თუ შემეძლო მამაჩემთან ყოფნისას, ვედროები მეტრია ბუდიშამ სიტყვაზე წყლები. და შენ მატორი არ იყიდე, შეგნანა მატორის ყიდვა, ფულის დახარჯვა და ფეხზე დაიკიდე შენი შვილი და ატარებინე მას სიმძიმეები. წამოგიდგენიათ, მომქონდა რამდენი წყალი, კიდე კაი გვერდით იყო მაშინის ჭა ვარგოდა, დასალებათაც ვარგოდა. 100 ლიტრი ქვაბი ღამისთვის უნდა გამესო, როცა წვიმის წყალი მქონდა, მაგრამ და წვიმა გათავდებოდა ზაფხულში, სიცხები რომ იყო, ხომ მჭირდებოდა წყალი. სანამ იყო შესაძლებლობა, ჭიდან დამქონდა იმ დროს და თან დიაბეტიანი. ელტეროქსინი სვამდა. ელტეროქსინი უფრო დიაბეტი შაქარი ხო აკრავს კალცის ამცირებს, ელტეროქსინიც ამცირებს. რეცხავს კალცისაგან. და წამოდიან ხა თქვენ ეს სიმძიმეები. განადგურებული მას ესა უბრალოდ ამ ფორმაში ვერ მოვასწარე. სოციალურს ვაკეთებდი და დამაგვიანდებოდა მერე. იმიტომ რომ მე სოციალურს ვერ გავაკეთებდი, რადგან ახალი კანონით ჩაწერას მოითხოვენ, ხაზეკამ უნდა ჩაგწეროს და მე ვინ ჩამწერდა? არა, მე ნახევარფაში მაინც შემოვილიდი ექიმეს, მაგრამ როდესაც ფული არ გავს, ის 12 ლარი, 20 ლარი საქმეა.
ის ანალიზებით, რასაც ჩააბარებდი ფასიანს, ნახვალფაში იგიც საქმე იყო ჩემთვის, ხო? ახლა მე ისეთი გაჭირებული მაქვს ფეხი, მარცხენა ისა ფეხები უარ სუბილეს სერული მეტრევა. უნდა გავიკეთო ელექტროფორესი. თითო სეანსი ღირს 20 ლარი. რა ქნა, თითო სეანსი მაინც უნდა გავიკეთო. რომ სერული შემდგო აქეთ კლავები მტკივა, კლავები. ეს ფეხი შემთხვევით რომ გადაგიბრუნდეს, ტკივილს ვიღებ მარცხენა ხელზე, რადგან ვიბრაცია ხო მოდის, როდესაც მოძრაობ, ან შემთხვევით ფეხი გადაგივარდა. ვიბრაციულად, ინერციით პირდაპირ მეტაკება მარცხენა ხელზე და მაყურებს. წარმოგიდგენიათ? აქამდე კონკრეტის არეში მარჯვნივ გაწევით პირველი ხარისხის სკოლიოზი. ის სკოლიოზი არა პრობლემა, ვისაც დიაბეტი არ აქვს, მაგრამ მე ხერხემალი მაქვს გადაკეთებული, გადმოკეთებული. დავცინი ჩემ თავს. მე ისა არა, თავი არ უნდა დავიწყებო. ჩემი ხერხემალი ჯართათამეთ გითეული ხუმრობ ხოლმე. არა კაცო, აჯართი სიჯართი. მე ჯერ ფეხზე თუ გავარ ჩემი ზეთიური მასებლების თუნდაც გაგეცინოთ. ჩვენ ყავს კურატორები, დედამიწას ყავს კურატორები. და ჩვენ გვეხარბიან ენერგიები, რომ ჩვენ გადავახოთ ეს პერიოდი, რადგან დედამიწა გადადის მეხუთე განზომილებაში გადასულია თითქმის. რა ვიცი, მეოთხე განზომილებაზე ამბობენ, ეს დრო არისო, მეოთხე განზომილება. რა მნიშვნელობაა? ჩვენ არაფერს არ უნდა ველოდოთ, სანამ ვართ, უნდა ვაკეთოთ ჩვენი კარგი საქმეები. რატომ და გერმანელებიც დროს იყო ასეთი, ვინც იჯდა კონცლაგერებში, გადარჩა ისინი, ვინც არ ელოდებოდნენ განთავისუფლებას. ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ყოველდღიური დღით. მეც მასე ვაკეთებ ხოლმე. ხანდახან ოცნებებში ჩავარდები, ოცნება ხომ ცოდვა არ არის, კარგ ფიქრებში რასაკვირველია, მაგრამ მე ვცხოვრობ დღევანდელი დღით. კი, ხანდახან ნერვიულობა, ხვალინდელი დღე რას მოით, მაგრამ მე მახსენდება, გონზე მოვდივარ, ლალი, შენ ჯერ დღეს დღევანდელი დღე უნდა გაიარო, ისე, როგორც შენ დღევანდელ დღეს გაივლი, ნაყოფიერად, გახარებულად, მაყოფილი და შენ აი საღამოს ვიწყwi, რომ დღევანდელი დღით მართლა მაყოფილი ვარ. მასეთი დღე გექნება ხვალაც, ზექაც, აი ასე. ჩვენი მომავალი ხომ ხვალინდელი დღეა. ჩვენ რატომ დავეძებთ რა იქნება 10 წლის შემდეგ, 20 წლის შემდეგ, თუ ჩვენ ხვალინდელ მომავალს ვერ ვიქმნით. ჩვენ თვითონ ვქმნით ხვალინდელ მომავალს. ჩვენ თვითონ. გინდა თქვენ ხვალინდელი მომავალი კარგი იყოს. დღევანდელი დღე ჩაატარეთ ისე, როგორც ხვალინდელი დღე გინდათ იყოთ. იმიტომ რომ დღევანდელი დღე ხვალ უკვე წარსული იქნება და ხვალინდელი დღე მომავალია. ხო და ისი თქვა მინდოდათ, ამან ყველაფერმა თქვენ არ შეგაშინოთ, არ გაბრაცეთ ამას ყველაფერს, რო ყვებიან. ეს ყვებიან, ეს ასე და ამბები ბევრია. მე მას გადათარგმნილი, ვინცაც არ აქვს მოსვენილი, მარშალის 5 ვიდეო. ხო, მარშალი. იქ წერია მარშალი. ხო, 5 ვიდეო. იქ რაც მაგიყვება, საზარელია, მაგრამ მე მაინც გადავთარგმნე ეს ამბავი, რადგან მინდა რომ იცოდეთ. განა სადისტები არ არიან ჩვენ გარემოცვაში. არიან და როგორ არა? არიან. თუ რამე არ მოეწონათ, ან შენ რამე არ უთხარი, რამე ან ვარი უთხარი და უშოთ რამეზე, გადადიან შურის ზიებაზე. ხო? თქვენ გინდათ სამყარო შეცვალოთ. თქვენ თუ გინდათ სამყარო შეცვალოთ, თქვენ უნდა შეიცვალოთ ჯერ. დიახ. და თუ ადამიანი მაგალითად თამაშობს, ზოგი ადამიანი არის ორმაგ როლს. თითქოს შენთვის კარგი უნდა, მაგრამ შენს უკან ზურგს თხრიან. ასეთ ადამიანებისგან თავის შორს უნდა დაიჭიროთ და ასეთ ადამიანებს უბრალოდ ყურადღება არ მიაქცევთ, ერთადით თავი არიდოთ. გამარჯობა ნახვამდის.
მაგრამ სხვა მხრივ ადამიანები დამიიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, თუ თქვენ არ ზარალდებით თქვენი ენერგია, თუ თქვენ არ გიშავებენ და თქვენ არ გაზარალებენ თქვენი ენერგეტიკული მხრივ. ესე იგი, არ განერვიულებენ, არ გაწამებენ, სადისროდ არ გექცევიან. არის ბევრი შემთხვევა, მაგალითად, ზოგ ცოლებს ცემენ ქრები, ცუდად ექცევიან, მაგრამ რადგან შვილები ყავთ, ვერ მიდიან ვერსად. ხო? რადგან წასასხლიასად არ აქვთ ითმენენ. ამ დროს კაცები ხდებიან სადისტები, იციან რომ მისი ცოლები ვერსად ვერ წავდიან და ძალიან ცუდად ექცევიან ცოლებს, დედებს, შვილებს. ასე რაღაცა მეცხვავს გადატანილი. თუმცა მე გათხოვილი არ ყოფილა და ქმარი ამოყოლია, მაგრამ კაი, რაც ყველაფერი არის თქვენს, როგორც ყველაფერი არ იწმევა. საერთოდ მე მაგალითი მოვიყვანე. ხო და ჯოზეფ პაუელი ამბობს, ერთადერთი ბიჭუნა მე ვიყავი მშვიდად. დანარჩენი ბიჭები, ვინც იყო იქ პატარა ბიჭები, ყველა ნერვიულობდაო. ძაღლება რომ დაგლიჯეს ბავშვი. და პენიბრელი ამბობს, შენ მშვიდად იმიტომ ვიყავიო, რომ შენ ეს არის როგორც უკუჩვევა იმ წამებისა, რომლებიც შენ მანამდე გადაიტანეო. ეს არის დისოციაციის დარღვევაო. შენ უზრუნველი ხარო ემოციების მიმართ. შეხტები უემოციო. და ეს ერთადერთი უნარი, დადებითი უნარია, რომელიც მე შემიძინე იმის შემდეგ, რაც ამდენი წამება გავიარე. ამბობს პენიბრელი. და ჯოზეფ პაუელი ამბობს, ერთადერთი რაც მახსოვდაო მე, რომ უნდა შემესრულება მქონდაო რაღაც მისია და მხოლოდ ამაზე ფიქრობდიო. მე შემიყვანეს ერთ-ერთ სახლში, რომელიც იყო განლაგებული მარცხნივ. ეს იყო კუნძული ბეშოფი, ცოტათი მოშორებული სიეტლიდან და სახლი ეკუთვნოდა ტომას ჯოუელს, ჯოზეფ სტუარტს. ხო, ის სახლში იცხოვრობდა თავის პირველ ცოლთან ერთად. შემდეგ მოიყვანა მისი მეორე ცოლით. მე მიმიყვანეს მასთან. ოთახში შემიყვანეს. იქ იყო 3 გალია და ერთ-ერთში იყო ერთი ბიჭუნა. მე და გოგონა შეგიყვანენ ოთახში. გოგონა იყო მარცხნივ, ბიჭუნა იყო შუაში, მე კი ვიყავი მარჯვნივ. ბიჭუნა იყო ჩემზე ცოტათი უფროსი და მე ვცდილობდი გამეგო თუ რა ხდება. ვინ არიან ეს ხალხი და მაგათმა დაგვტოვენ ჩვენ ოთახში და როდესაც დაბრუნდნენ, უბრალოდ კარები როდესაც ჩაკეტენ, შუქი ჩააქვენ და ოთახში იყო სიგნალე და ჩვენ თითქმის ვერაფერს ხედავდით სიგნალის გამო. ჩვენ შევიყვანენ უჯრაში, გალიებში. მე ვკითხე ბიჭუნას რა ხდება და რა მოხდება აწი. მან მიპასუხა, რომ ჩვენ ყველანი მოხდებით, ასე რომ ჯობსო წინასწარ მოემზადო. და 20 წუთის შემდეგ ეს ბიჭუნა გაიყვანეს გალიიდან და მოგვიყვანეს იმ ადგილას, რომელიც იყო განლაგებული ქვევით, ქვედა სართულზე. ჩვენ თავზე დაგვახურეს 3 მეშოკები, 3 იყვნენ, 3-ს მეშოკები დაახურენ თავზე და დაბლად ჩაიყვანენ. ის სართული გავდა ღვინის სარდაფს. ითიშებოდა შუქი, შენ გაგიღებდნენ კარეს და შეგიშვებდნენ ამ ღვინის სარდაფში და შენ გამოქვაბულში შედიოდი. და გამოქვაბულის დერეფნით შენ მიდიოდი და შემდეგ გზის ბოლოს მიადგებოდი საკურთხეველს. საკურთხეველს იწვა ბიჭუნა, რომელიც მე შეხვდა გადაჭრილი ყელით და იქით გავედროები, სადაც იწოთებოდა სისხლი. ჩემთინ იდგა მამაკაცი, შიშველი, რაღაც მოყავისო ხალათი ქონდა ზევიდან მოხვეული. ასევე ქალები, 2 ქალი იდგა, რომლებიც იყვნენ ნახევრად შიშვლები, მაგრამ წითელი სამოსი ქონდათ მოხვეული. მე მიბძანა იმ კაცმა ფეხზე დამდგარიყავიო, საკურთხეველთან, მუხლებზე დამდგარიყავიო. ამ კაცმა მითხრაო, თუ მე მიმართავო ჩემ ღმერთს და ვთხოვო დახმარებას და ეს შენი ღმერთი მოვაო აქ, მე შენ გაგიშვებო, მაგრამ ღმერთი არ მოვიდაო. და რადგან ეს არ მოხდა, მე მომიწევდა შემეჭამა ამ ბიჭის ხორცი, ბიჭუნას ხორცი, რომელსაც ყელი ამოჭრეს და დამელია უნდა ამ ბიჭუნას სისხლი. თუ არა და
მეც იმავეს გამეკეთებ და რაც გაუკეთეს ამ ბიჭუნას, რომელიც ჩემ წინ იტვა ხელგამოჭრილი. და მე ეს გავაკეთე, რადგან სხვა გზა არ მქონდა. ვჭამე ამ ბიჭუნას ხორცი ცოტა, დავლი ამ ბიჭუნას ისე ცოტა. ამის შემდეგ გახდა დაბნელდა. ჩვენ ისევ აღმოჩნდით ჩვენ გალიებში. ამ ერთ გალიაში იყო ის გოგონა, მესამე გალიაში მე და შუა გალიაში მოიყვანეს ტონი, როდესაც ის იყო პატარა. ოღონდ მე არ ვიცი რომელ ტონიზე აქვს საუბარი, არის ტონი როდრიგესი, არის ტონი როდრიგესია საუბარი. ხო, ტონი როდრიგესი, დიახ. ტონი როდრიგესი ალბათ, თუ არ ვცდები. ტონი გამოიყურებოდა როგორც ბავშვი და ტონი სულ უნდა თამაში. ის გოგონა ხშირად მიყავდათ და ისევ აბრუნებდნენ. და მეჩვენებოდა რომ ეს გოგო ყოველ წაყვანაზე ესე იგი მობრუნების შემდეგ ხვდებოდა. იყო ცოტა გიჟურ მდგომარეობაში. მე გამოვყავდი მხოლოდ ქვედა საცვლებში, რადგან მეტასასვას ჩვენ არ გვაძლევდნენ. ჩვენ ვიყავით ბინძურები და მხოლოდ საცვლებში. ხო და ეს ჯოზეფი ამბობს, სადაც ვიყავითო სახლში, იმ კაცის პირველი ცოლი მაშინ იყო, რო გვარდასახელი წამოთქვით დასაწყისში 7 წლის და მან ამ ქალმა მე გამაპატიურაო. და პენი ბრედლი ამბობს, ვისაც გონიაო რომ მამაკაცის გაპატიურება არ შეიძლებაო, ცდებაო, რადგან მამაკაცის სხეული რეაგირებსო იმის მიუხედავად მის გულს უნდაო თუ არაო, მაინც რეაგირებსო ამ საკითხზე. და მე პატარა ბავშვი ვიყავიო 4 წლის, როდესაც მე ლენგში მოხვდიო, მაგრამ მე ბევრჯერ გამაპატიურესო. და იგივე ხდებოდაო ბიჭების შეფარდებაშიც. როგორც გოგოებს გვაპატიურებდნენ, ისე აპატიურებდნენ ბიჭებს და ბიჭებსაცო. და მე ამიტომ მესმისო შენი, უთხრა პენი ბრედლი. და პენი ბრედლი ეუბნება ჯოზეფს, ყველაზე რთულიაო, შენ თავს აპატიო ის, რისი გაკეთება გიწევდაო შენ, რომ გადარჩენილიყავიო. შენ თავს ეს უნდა აპატიო, სხვა გზა არ ქონდაო. შენ ამას აკეთებდიო გადარჩენისთვის, საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისთვის. პენი ბრედლი ამბობს, ჩვენ ორივე გაგვიტაცესო ბავშვობაში, ჩვენ გვიყენებდნენო და ეს ჩვენი ბრალი არ არისო. ჩვენ რასაც გვიკეთებდნენო, ჩვენი ნების წინააღმდეგ გვიკეთებდნენო. და ჩვენ უნდა ვაპატიოთო ჩვენ საკუთარ თავს ეს. რადგან ჩვენი ბრალი არ იყო. შემდეგი ჩემი მოგონებებიო, ამბობს ჯოზეფი პაუელი, ეხებაო კიდევ მოსაც, რომელსაც ჰქონდაო ღიაფერის თვებიო. ტონი ყოფოდა მაგ ბიჭზე, მაგრამ ბერილამ არაფერი უთქვავს. ხო და ეს ბიჭი ძალიან გავდავს სორფერს. ხომ იცით სორფერები ვინ არიან? ზღვის ოკეანის ტალღებზე რომ დაცურავენ დაფებით. ამათ უძახიან, მაგათ უწოდებენ სორფერებს რუსულად. ქართულად არ ვიცი. ხო და მაგ ბიჭმა გამომიყვანაო მე ჩემი გალიიდან და მე შევაჩნიე რომ მაგიდას იდვა ბუტერბროდი. მან დამაჯერა დივანზე, სადაც მე გამაპატიურეს. ამბობს ჯოზეფი, რაც უცნაურია დღესაც იგივე დივნები უყენიათ სახლში, როგორც ეყენა ადრე. ჯოზეფ პაუელი ამბობს, რომ მე იმედი მაქვს ისინი ახალწლები არიან, რომ მე მათი ვიდეო შური, თუმცა მოგვიანებითო. მე დივანს სადაც ვიჯექი, იქ იდვაო სენდვიჩი. მე მეგონა ეს სენდვიჩი იყო არახისიანი კარაქით. მან მითხრა რომ ეს სენდვიჩი არ არის უფასო და მან მაიძულაო ჩემი სახისთვის წნელი გამეტყაო. და დივანზე იდვა ადიალა. მე თვეში ერთხელ ამბობს პენი ბრედლი, მაგზავნიანო რეგენერაციაზე აღსადგენად, რომ მე ასე გამოვიყურებოდეო, როგორც ახლა ვარო.
არ დაგავიწყდეთო, მე ვარო 65 წლის და მე მყავსო შვილები და შვილიშვილები. და ჩემი შვილიშვილები უყესწავლობენ უფროს კლასში. მე ვიყავი ალბათ ჯოზეფი პაუელი ამბობს, რომ მე ვიყავი ალბათ მათ ნავთ ვაფენშიო, რადგან ფორმა იყო მათი. პენიბრედი ამბობს, მეც ვფიქრობდი, პენიბრედი ამბობს, რომ მარსზე არის რამდენიმე ბაზა და ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი ნავთ ვაფენი და არა მარსზე ყოფილა რამდენიმე ბაზა, რომელიც იცავდა მარსს და ამ ბაზებს ისინი უწოდებენ მარსიანულ ბაზებს. მარსიანული ფარა. უკაცრავად მარსიანული ფარი. ხო, პენიბრედი ამბობს, რომ მე მახსოვს, როგორ ვაგდებდიო ასტეროიდებს, მე მახსოვს, როგორ ვახურებდიო ერთი ადამიანის ტვინსო და ვაფეთქებდიო. ხო და ის ადამიანი, ვისაც პენიბრედი მაუფეთქა ტვინი, როგორც მე თქვენ ერთ-ერთ ვიდეოში გითხარით, ეს ჯოზეფი პაუელია. რადგან ჯოზეფ პაუელი იყო იმ გერმანელი ოფიცრის სხეულში, რომელიც აიძულებდა პენიბრედის, უბრალოდ რომელმაც შეთავაზა პენიბრედის მის ოფიცრთან დაწოლილიყო. იმის გამო, რომ ოფიცერი მოიქცა უღელსად, მან მაგ ოფიცერს აუფეთქა თავი. და ეს ოფიცერი იყო ჯოზეფ პაუელი. ხო და ჯოზეფ პაუელს ახსოვს პენიმ როგორ აუფეთქა თავი. იქ მარსზე ყოფნისას. ხო, და პენი და ჯოზეფი იხსენებენ თუ როგორ აიძულებდნენ პლანეტებს ხარკი გადაეხადათ. თუ პლანეტა ამბობდა ვარს ხარკი გადაეხადათ, ისინი ანადგურებდნენ პლანეტას. აგდებდნენ ასტეროიდებს დიდი სიმაღლიდან და როდესაც ატმოსფეროში შეიყვანდი ასტეროიდს და მას გაუშვებდი, ის კინეტიკური ენერგიის დახმარებით ასტეროიდი გარდაიქმნებოდა იარაღად და ანადგურებდა პლანეტას. ასე სჯიდნენ იმ პლანეტებს, რომლებიც არ იხდიდნენ ხალხს. ხო, პენიბრედი ეუბნება ჯოზეფს, მახსოვსო ჩვენ როგორც გამოჩნდებოდითო პლანეტის ორბიტაზე, რომელიმე პლანეტის ორბიტაზე, ისინი ხელად იარაღს ყრიდნენო. ოღონდ ხო, და ჩვენო მაგ პლანეტას ვაბარებდითო დრაკონიერებს. პლანეტების მაცხოვრებლები გზად იყვნენო, დრაკონიერებს ჩაბარებოდათო მონობაში, ვიდრე ჩვენთან ქონოდაო საქმე. ჯოზეფი ეუბნება პენიბრედის, მე მახსოვსო შენ როგორ გაახურეო პლანეტის ბირთვი ჩემთან ერთადო. ამანო შენ ბევრი ენერგია წაგართვაო. ხო, პენიბრედი ამბობს, როდესაც დამთავრდებაო 20-40 წელი, შენ უკვე გზავნიანო მე შემდგომ სახლში. გაგიეთებენო ასაკის რეგენერაციას და დაგაბრუნებენო სახლში. ხო, შეუძლიათ მათ შეეძლოთო 30 წუთი დაებრუნებინეო სახლში, შემდეგ ისე წაიყვანეო. ხო, შენი მესმე უთხრა პენიბრედიმ ჯოზეფს. მეო არავის მოვწონდი, არავის უყარდიო, რადგან დრაკოს მიძახნენო, იმის გამო რომ მე მაქვსო დრაკონელების გენები და მაგრამ მე ნავთვახტვენში ყველას ჭირდებოდიო, ვიყავი საჭირო ადამიანიო და ამიტომ თემდენო პატივს. მე ვიწევდა ისეთი რაღაცების გაკეთება, რასაც არ იზამდაო არცეთი ოფიცერი. ხო, ჯოზეფ პაუელი ამბობს, რომ ის მე მოხდიო ისეთ ოფიცერთან სამუშაოდ, რომელიც ყვებოდაო, რომ შენო გაკეთებიებდაო იმას, რაც შენ არ გინდოდაო მისი ბრძანებითო. პენის ეუბნება. ხო, ჯოზეფ პაუელმა თქვა იმ ოფიცერმა მითხრა, მეცახელი შენიო. პენიბრედი მუთხრა ჯოზეფს, ხო, ჩემი მეცახელი იყო მის აბორტი. რადგან მე გეტყვით ახლა, რადგან პენის დედა იყო სულად პენისე და მის ტყუპცალ დაზე. როდესაც დედამის შეუყვანეს უბრალოდ ამ ბავშვებს ჩანასახებს შეუყვანენ დრაკონელების დნმ, მისი და გადაიცვალა. პენი კი გადაარჩა, ამიტომ პენის უძახდნენ მის აბორტს. ამის ისტორია ყველა მიცოდა იქ, ნავთვაფენში. ხო, ჯოზეფ პაუელი იხსენებს, რომ პენის ეუბნება, რომ მე მიდოდა შენთან ურთიერთობა,
შენ კი იყავი წინამდე და ჯოზეფი უნდა პენის რომ შენ იყავი საქმიანი ქალაქ მქონდაო თავი და შენ გავდიო დედალს დედალი ეს დედალი კი არა ქართლის დედალი ვიღაცის სახელი დედალი ინგლისურად ჯოზეფი უნდა პენის შენ ქონდაო ემოციები როგორც ვარსკვლავურ ძევში ეს კინო ასეთი და ეს დედალი ყოფილა ერთ-ერთი გმირი იმ კინოდან ვარსკვლავური გზიდან პენიმ შეასწორა ჯოზეფი დეიტაო დიახო ჯოზეფმა უთხრა დეიტაო მაპატიეო მე გულისხმობდიო დეიტას ჯოზეფი ეუბნება პენის ხო მე არ მომწონდაო როდესაც შენ შავ ჟიჟას სვამდიო პენი ეუბნება როდესაც შენ სვამბო შავ ჟიჟას შენ ხდებიო ნახევრად ადამიანი ნახევრად რობოტიო და ეს იმას ნიშნავს რომ პენი უთხრა რომ მე შეძლებ ჩემი სამუშაოს შესრულებას ხო ჯოზეფი ამბობდა მე მახსოვს რომ შენ რო იყავიო ძალიან წარმართებული ქალი იქ და მაგრამ მე არ მომწონდაო შავი ჟიჟა რადგან მე მაქვს მოგონებები სადაც მისიებზე მე ვიღაცა უნდა მომეკლავო ეს იყო მანამდეო სანამ გახდებოდი ხომალდის კაპიტანი სადაც ჩვენ ერთად სახურობდითო მაგრამ მე მახსოვს რომ იყავი ერთ-ერთი ჯარისკაცის ხელში რომელსაც უნდა მოეკლაო ერთ-ერთი გენერალი რომელთანაც ერთად წავიდაო მესიაზე ხო პენი დაამოწმა რომ ხო იქ ამ გენერალმა ბევრი რამე იცოდაო გერმანელებზე და იქ იყო ერთი რიგითი ჯარისკაცი პენი ხო ჯოზეფი ამბობს რომ ის გენერალი იყო კარგი კაცი მან იცოდა რომ რაღაც ხდებოდაო და უნდაო ამის ყველაფერი შეჩერება პენი ბრედლიმ უპასუხა ბევრმა ხალხმა იცისო რომ რაღაც ხდებაო მაგრამ ეს ყველაფერი როგორ შეაჩერონო არ იციანო და ამავე დროს ხალხმა არ იციანო თუ ეს რატო ხდებაო პენი ეკითხება ჯოზეფს რას ელოდებოდი შენ ჩემგან იქ სადაც ჩვენ ერთად სახურობდითო ხო მე არ ვამაყოთ იმიტომ რაც მე შენ გაგიკეთეო უთხრა ჯოზეფ პაუელი და პენი ბრედლი უნება მე შენ მოკლას არ ვაპირებდიო მაგრამ შენ მე სხვა გზა ადამიანიო და მე ოჯულებული ვიყავიო თავი ამეფეთქებინაო შენთვის ხო ეს ერთ-ერთი კაპიტანია რომელიც აიძულებდა პენის სთავაზობდა პენის უღელს შესაბამებებს და პენი იძულებული გახდა აეფეთქებინა თავი მისთვის მე თვითონ გიყვებოდია ისტორიას და ეს ისტორია აგრეთვე ნახსენები აქვს პენი იმ ერთ-ერთ 12-თაგანი ინტერვიუდან რომელიც თარგმანი მე დავდე ჩემ არხზე მაგრამ მე ავიღე შენი ნაწილები და რეგენერატორში გავაგზავნე მე მახსოვსო ეუბნება ჯოზეფ პაუელი შენ როგორ მე მაკვდებოდი როდესაც რეზერვუარში ვიტეხიო ხო მე მახსოვსო ეს როგორ მოხდაო ჩვენ ჯერ ვაპრაკობდით და მე შენ გიბძანეო ეს გაგეკეთებიაო ნუ უღრსი საქციელი ხო და ის ბიჭები რომლებიც იყო იმ მომენტში ოფიცრები პალუბაზე გემბანზე ისინი გამოვიდნენ კონტროლიდან და მათ ეს უნდათო მაგრამ შენ ვარზე დადექიო შენ ვარ ითქვიო იმ კაცებს დახმარებოდიო და მე შემეცადიო შენ დამესაჯეო ჩვენ მაქომალთიო ვიყავითო 5 წლის განმავლობაში ერთად მაშინ შენ რამდენი წლის იყავი ეკითხება პენი ბრედლი ჯოზეფს 2018 წელს მე შემეცადე გამეცნობიერებიაო ეს ამბავი იმ დროსო მე დღეში ორჯერ მაგზავნიდნენო კოლონიზატორების გადასარჩენად რომლის პლანეტა დაინგრაო აფეთქდაო გახსოვთ მე თქვენ გიყვებოდით გერმანელები დასაჯეს დროის საათის ცვლილება მეთქი რადგან გერმანელები უთხრეს რომ დაბრუნებულიყვნენ 200 რუბლის შიდა სივრცეში გერმანელებმა ყოყოჩი დაიწყეს თქვენ ისი გამკეთებლები ხარ და ნუ დაიწყეს ყოყოჩობა ადგენდა და დასაჯენ ისინი იმით რომ ის მათი კოლონია ააფეთქეს სადაც ცხოვრობდა მილიარდი მოსახლე და მისცენ საშუალება რამდენიმე გაფრენა წარსულში დრაკონელებმაც დაეხმარნენ თავისი ხომალდები ათხოვეს მაგრამ 500,000 ადამიანის გარდა ვერ გადაარჩინეს წარსულიდან წამოიყვანეს დაბრუნდნენ იმ დროში როდესაც სანამ აფეთქებოდა პლანეტა და უნდა წამოიყვანათ ხალხი მაგრამ ყველა ვერ გადაარჩინეს არ ვიცი მგონი ახლაც არ არის ეს მისია დაცვლილი თუ არ ცდები არ ვიცი ზუსტად მაგრამ amas ყოფილა პენი ბრედლი 45 дней. Да. Я была в 45 დღის განმავლობაში აჰა
არა, ამოიწურა უკვე ის ვადა 45 დღე მისცენ და ამ 45 დღის განმავლობაში ორჯერ დღეში უნდა გაფრენილიყო მათთან ერთად და ის ხალხი უნდა გამოიყვანა წარსულიდან, რომლებიც მომავალში დაიღუპებოდნენ პლანეტის საფეთქების დაიღუპნენ უბრალოდ ხო დაიღუპებოდნენ პლანეტის საფეთქების დროს. არა, დროის მცველების სადისტები კი არ იყვნენ, მაგრამ ახლა ითვლნენ რომ შეერთოთ მე წარსულში დაბრუნებული იყვნენ და ხალხი გამოიყვანათ, მაგრამ მათ უბრალოდ აჩვენეთ, უნდა დაისაჯათ გერმანელები, რომ ისინი ტყუილად ხაზზე სიტყვას აცრულობენ, რომ მათი სიტყვა არის კანონი. ჯოზეფი ამბობს, როდესაც მე მოგონებები მომივიდაო, მე ვიყავიო რიგითი ჯარისკაცი. ესე იგი უკვე დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, როდესაც ამან დაიწყო ჩვეულებრივი ცხოვრება და გახდა რიგითი ჯარისკაცი ჯარში რომ მოიწვიეს, მაშინ დაიწყო მოგონებები. ხო, ადამიანებით მონობა დღესაც გრძელდება. ჯოზეფა პაულმა თქვა, რომ მონობა დედამიწაზე ყოველთვის იყო, მაგრამ თქვენ ეს არ იცოდითო, რადგან საქმის კურსში არ იყავითო და როგორც დედამიწაზე ხდებაო ადამიანებით მოდობა, ახლა შედარებით შემცირდა. შედარებით ამბობენ და არ ვიცი და როგორც დედამიწაზე არისო მონობა ადამიანებით, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთო და არ მინდა არ გვინდათო. რატომ? ერთ-ერთ ინტერვიუში მეთქი ინტერნეტში ერთი რილსი ვნახე, სადაც რუსი გოგონა, რუსი ქალიშვილი გვაჩვენებს ვიდეოს, ესე იგი დგას რამდენიმე ადამიანი და მათ გვერდით მეშოკებია თავშეკლული და იმ მეშოკებში ზილარიან ადამიანები, რომლებსაც ყიდიან. არ ჩანა ვინ არის, რა ნაციისაა, რა რასასია, უბრალოდ მეშოკებში გახულ ადამიანებს ყიდიან. ხო, და ჩვენ რა ვიცით, იგივე მონობა არა, რომ იტაცებენ ბავშვებს, გოგონებს სექსუალური მონობისთვის. რამდენი ადამიანია დაკარგული, საქართველოში იმდენად არ ჩანს, მაგრამ სხვა ქვეყნებში ძალიან ბევრი ადამიანი იკარგება. დიდ ქვეყნებში და არის ასეთი პლანეტები, სადაც ხდება შეჭრა და მაგ მოსახლეობის დამონება. თუნდაც არ იყო ადამიანი, თუნდაც ჰუმანოიდებსაც იტაცებენ. ჰუმანოიდებსაც ყიდიან. აბა და მარტო ადამიანებით ვაჭრვა კი არა აქა, ადამიანებს ყიდიან, როგორც მე თქვენ გეუბნებით სულ კიბორგებისთვის, დონორობისთვის, ორგანოებისთვის, ყიდიან ორგანოებს, ყიდიან სისხლს, ყიდიან დნმ-ის ანალიზს, ყიდიან თესლებს, მამაკაცი და დედაკაცი ირჩევენ, რომლების კვერცხ უჯრედს და მამაკაცის თესლს იყენებენ გასამრავლებლად, ან რაღაც ლაბორატორიული კვლევის ჩასატარებლად, ან ჰიბრიდების შესაქმნელად. ხო, მამაკაცს აჯვარებდნენ დედრით ჰუმანოიდებთან, ან მამრობით სქესის ჰუმანოიდი ეჯვარედინება ადამიანური ქალს და ასე და გამოყავენ ჰიბრიდები. ხო, გეუბნებით, რუხები ვიყავით ჩვენ, რუხები იყვნენ ადამიანები წარსულში, მაგრამ ერთი ცივილიზაცია გამოიყო, რამდენიმე ცივილიზაცია წავიდა ტექნოკრატული გზით, მხოლოდ ტექნოლოგიებს მიმართეს, სულიერად კი ჩამორჩნენ და ესე იგი ხო, მარტო თავი დარჩათ, თავი გაუდიდა, რადგან თავით მუშაობენ და თითებით, всё. მხოლოდ ღილაკებს უჭერენ და გამრავლების საშუალებაც დაკარგენ და იმისთვის რომ გამრავლენ, ისინი იყენებენ კლონირებას და ამიტომ რუხების ბევრი ნაცია არსებობს, ნაირსახეობა. ამიტომ არიან ცუდი რუხები, კარგი რუხები, არიან სიმაღლის მიხედვით რუხები, არიან ასაკურველია რუხები, რომლებიც იკვებებიან კანით, ამისთვის ისინი იჭერენ სულფეხა საქონელს და სისხლის აბანოში ცურავენ, ზოგჯერ ადამიანებსაც იყენებენ, ადამიანებსაც კლავენ.
და მათ სისხლით ცურავენ, რომ საკვები მიიღონ. მათ ყოველთვის დასდის საჩინელი ცუნი. ხო. და მონებას უნდა შევებრძოლოთ, ეუბნება პენი ბრელი. ხო, აგერ პენი ბრელიც ამბობს მაგას, რომ ჩვენ ამას ვერ ხედავთ მაგალითად, ვერც ამერიკაში ნახავთ ამას ღიად, მაგრამ ხალხი იკარგებაო, ხალხი კრებაო. კარგი, მოდით ამით დავასრულოთ. მომავალ შეხვედრამდე.